სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის პროექტი მოამზადა. პროექტში სპეციალური ჩანაწერი მაწონზეც გაკეთდა. რას გულისხმობს ახალი რეგულაციები, ქრონიკის ჟურნალისტი ნინო ბერიძე გიამბობთ. ახალი რეგულაციების მიხედვით პროდუქტი, რომელიც მაწვნის დასახელებით გაიყიდება, მხოლოდ ნატურალური რძით და საქართველოს ტერიტორიაზე გამოყოფილი ადგილობრივი რძემჟავა ბაქტერიების შტამებისაგან შემდგარი დედოთი უნდა დამზადდეს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული რეგლამენტის მიხედვით, რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს ადგილობრივი დედოთი მაწვნის წარმოების მოთხოვნების შესასრულებლად 2-დან 5 წლამდე დრო მიეცემათ. კონკრეტული ვადა კი წლის ბოლომდე დაზუსტდება. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, აღნიშნული ინიციატივა ეკოლოგიურად სუფთა საკვების წარმოებას და შემდგომში მის რეალიზებას შეუწყობს ხელს. მიმდინარე წელს რძის გადამამუშავებელი საწარმოებისათვის არის ერთი სიახლე. მათ დაევალათ სავალდებულო გახდა ჰასპის სისტემის დანერგვა უკვე მოცემულ დროში, ანუ დაახლოებით 1 წლის განმავლობაში. მათ უნდა დანერგონ ჰასპის სისტემაში და ხარისხის კონტროლის სისტემა, რათა ამაღლდეს მიკვლევადობის საკითხები, სურსაისუნებლობის საკითხები. სახელმწიფოს მიერ შემოდის რძის წარმოებასთან დაკავშირებით ახალი რეგულაცია, ეს არის ტექნიკური რეგლამენტი რძისა და რძის ნაწარმის შესახებ, რომელიც დაარეგულირებს ამ პროცესს, რომელიც გახდის მოთხოვნაც ნედლ რძეს ბაზარზე, რაც გამოიწვევს იმას, რომ ჩვენი ფერმერები მოაშენებენ რძის მწარმოებელ მერძეულ ძროხებს. პროექტი, რომელიც სახელმწიფომ ასოცირების ხელშეკრულების სრულყოფილად შესრულებისთვის მოამზადა, მოსახლეობა დადებითად აფასებს. როგორც ადგილობრივები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი ჯანმრთელობის განხორციელებას შეუწყობს ხელს. არც ჟანგბადი გვაქვს სუფთა, არც წყალი, არც აერი, არც საკვები, მით უმეტეს შხამ ქიმიკატებზე მოყვანილი და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და მადლობა ეკუთვნის იმას, ვინც ეს მოიგონა. ძალიან კარგია, რომ ნატურალური რძის პროდუქტით მოხდება წარმოება, რეალიზება, რაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი იქნება, მით უფრო სასარგებლოა და ეს საერთოდ ქართველი ხალხის ჯანმრთელობაზე აისახება დადებითად. ნატურალური რძისგან დამზადებული პროდუქტი იქნება ჩვენი ოჯახებისთვის ძალიან კარგი და სასარგებლო პატარა ბავშვებისთვის და დიდებისთვისაც ასევე. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგლამენტი ხელმოწერიდან 6 თვეში შევა ძალაში. ამის შემდეგ რძის გადამამუშავებელი კომპანიები მცენარეულ ცხიმზე დამზადებულ პროდუქტს მაწვნის დასახელებით ვეღარ გაყიდიან. თუმცა მაწვნის ადგილობრივი რძემჟავა ბაქტერიების შტამებისაგან შემდგარი დედოთი წარმოების მოთხოვნა უფრო გვიან დაკანონდება.